თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიპა. სიტყვაი ესე, ხოლო პირველ 300 დღესა უცომოებისასა მოუხდეს მოწაფენი იესოს და hrქვეს მას, სადა გნებავს და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე. ხოლო იესო hrქვა მათ, წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას, მოძღვარი ეგრე იტყვის, ჟამი ჩემი ახლოს არს, შენთანავ ყო პასექი ესე მოწაფით ურჩემით 26, 17, 18. პირველ უცომოებისა, წინადღით 300 პასექისასა იტყვის, რამე თუ წესარს მწუხრითგან აღრაცხვა დღისამის, რა ჟამს იგი კრავისა მის დაკვლაი აღესრულებოდა. რამე თუ ხუთშაბათსა დღესა მოუხდეს და მას სახელს დებს პირველად დღედ უცომოებისა, ესე იგი არს წინადღით პასექისა. და კვალად სხვა იმახარებელი იტყვის, მოიწინესო დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქა იგი დაკლად. ლუკა 22:7 ესე იგი არს ვითარმედ მოიწია მწუხრი იგი, ოდეს აღესრულებოდა დღესასწაული მათი. და hrქვეს მას, სადა გნებავს მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაი ესე. ამით საცნაურ არს ვითარმედ არა აქ უნდა თავაცა სახლის ადგურად და არცა მოწაფეთა მისთა. რამე თუ უკვე თუმცა მათ აქ უნდა მუნცა ევედრნეს მისვლად. გარნა არა აქ უნდა, რამე თუ ყოველივე დაეტევა და უფლისა და შედგომილიყვნეს. ხოლო რა ისათვის აღასრულებდა იგი პასქას ამას? ესე ამისთვის რაითა ვიდრე აღსასრულად უნდა ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვითარმედ არა წინააღმდგომარს სჯულისა. სახარებაი, ხოლო იესო hrქვა მათ, წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას, მოძღვარმან ეგრე თქვა, ჟამი ჩემი ახლოს არს, შენთანავ ყო პასქაი ესე მოწაფით ურჩემით 26, 18. თარგმანი, კაცისა მიმართ მიავლინა უცნაურისა, რომელსა მოწაფენი იგი არა იცნობდა სკოლადვე, რაითა უმეტესად გამოჩნდეს ძალი მადლისა მისისაი, და ცნან მოწაფეთა, ვითარმედ შემძლებელ არს გონებათა შეცვალებად, და გულისხმაყონ. ვითარმედ უკვე თუმცა არა ნებსით მივიდოდავნებად, ძალედვა ჯვარმცუმელთა მათ მისთა წამის ყოფით ოდენ განხმობად, ვითარცა ლეღვი იგი განახმო, არამედ ნებსით თავსიდებდა ყოველსავე. და ვითარცა იგი შევიდოდა რა იერუსალიმთ, წარავლინა მოწაფენი მოყვანებად კარაულისა მისთა hrქვა, უკვე თუ ვინმე გრქვას რაი, არქუთ ვითარმედ, უფალსა უხმანეგე და მეხსეულად მოავლინეს იგინი, მათე 21:3. ეგრეთვე აქა hrქვა, არქუთ სახლისა უფალსაო, გეტყვის შენ მოძღვარი, შენთანავ ყო პასქაი ესე. გინა თუ ვითარცა ლუკა იტყვის, გეტყვის შენ მოძღვარი, სადა არს სავანე, რომელსა პასქაი ესე მოწაფეთა ჩემთა თანავ ჭამო, ლუკა 22:11 და არა ესე ხოლო არს საკვირველ, რომელ კაცმან უცნაურმან შეიწყნა რა იგი, არამედ რომელიცოდა. ვითარმედ შეწყნარებითა მისითა მტერობათთვისად აღადგენდა ყოველთა მათ მღვდელთ მოძღვართა და მწიგნობართა და ფარისეველთა და მთავართა ერისათა, და ყოვლადვე არარად შეჰრაცხა ესე ყოველი, რამე თუ სიტყვამან მან უფლისამან განახურვა გონება იმისი. ხოლო ვინაიდან უმეც არ იყვნეს მოწაფენი კაცსა მას, ამისთვის სასწაული მისცა, ვითარმედ, შეგემთხვევს თქვენ კაცი, რომელსა ლაგვინი წყლითა ზე ედგას, შეუდეგით მას სახეთ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ უფალსა მის სახლისასა. ლუკა 22:10-11. და არა ესე ხოლო მიუმცნო, თუ შენთანავ ყო პასქაი ესე, არამედ ესეცა hrქვა, ჟამი ჩემი ახლოს არსო. ხოლო ესე თქვა ერთად რაითა ზედა ის ზედახსენებით ეიცვართონ მოწაფეთა საქმე იგი და მეორედ რაითა ცნან მოწაფეთა და კაცმან მანცა მასპინძელმან, ვითარმედ ნებსით თვისით მივალს ვნებად.
და ესეცა შესძინა, ვითარმეთ, მოწაფი თუ რჩემით, რაითა ჯეროვნად ყოს მან განმზადებულებაი და ცნას, ვითარმეთ განცხადებულად მივალს და არა მიფარულად. სახარებაი, დავით არცა შემწუხდა, ინახით ჯდა იესო 12-თა მათთანა. დავით არცე ჭამდეს იგინი, თქვა იესო, ამენ გეტყვით თქვენ, ერთმან თქვენგან მან მიმცეს მე 26, 20, 21. თარგმანი, ჰო იუდაისი იგი უკეთურებაი და სიცხარე. რამე თუ იგიცა მუნმე იყო და მივიდა ზიარებად საიდუმლოთა და ტაბლისა მის წმიდისა. დაღაცა თუმცა მხეცი იყო, შემცა ეკდიმა, რამე თუ ტაბლასა მასზე და თქვა უფალმან, ამენ გეტყვით თქვენ, ერთმან თქვენგან მან მიმცეს მე, რაითა ტაბლისა მისგანცა და მხილებისა შეიგდიმოს მან. არამედ უფრო ისად გამოჩნდა უკეთურება იმისი. ხოლო პირველ სერობისა მის საიდუმლო ისა ფერხნიცა დაჰბანა. და კვალადაც არა ამხილებს ცხადად არამედ იტყვის, ერთმან თქვენგან მან მიმცეს მე, რაითამცა მისცა მას ჟამი და ხელმწიფებაი სინანულისაი. ამისთვის ყოველნი შეაშინა, რაითამცა იგი მოაქცია. ამენ გეტყვით თქვენ, ერთმან თქვენგან მან 12-თა მაგათ, რომელნი მარადის ჩემთანა ხართ, რომელთა ფერხნი დაგბანენ, რომელთა ესოდენი კეთილნი აღგითქვენ, ერთმან თქვენგან მან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნას ფრიად. და იოანე იტყვის, იხედვიდესო ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთვის იტყოდა. იოანე 13:22, ხოლო მათე იტყვის, შეწუხნასო ფრიად, და იწყო კაცადმა სიტყვად, ნუ უკვე მე ვარ, უფალო. ხოლო თავად მან მიუგო და ხრქვა მათ, რომელმან შთამოყოს ჩემთანა ხელი პინაგსა, ამან მიმცეს მე 26, 22, 23. ესე იქმნა და ვერვე დაიდასტურეს მოწაფეთა. ამისთვის კვალადსა წამოყვნა პეტრე იოანეს, ვით არცა მისცა მას სახარებასა წერილ არს, კითხვათ, თუ ვინ არს, რომლისათვის იტყვის. მიეყრდნა იგი მკერდსა იესოისა და ხრუქა მას, უფალო, ვინ არს? მიუგო იესო და ხრქვა, იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე. იოანე 13:25, 26. იხილე, თუ ოდეს გამოუცხადა. ოდეს იხილნა სხვანი დიდ სამწუხარებასა შინა და ურვასა ფრიადსა, მაშინა უწყა. და არა მათთვის ხოლო, არამედ რაითა მიმცემელსაცა მისცა ამხილოს, რამე თუ მრავალგზის ხრქვა მიფარულად და იგავის სახით, და არა შეიგონა მან. ამისთვისაც განცხადებულადრე ამხილებს, ნუ უკვე შეიგონოს. ამისთვის შესძინა და თქვა. სახარებაი, ძეისამე კაცისაი წარვალს, ვით არცა წერილ არს მისთვის, ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერზე კაცისა იმიეცეს. უმჯობეს იყო მისთვის, არა თუმცა შობილიყო კაცი იგი 26, 24. თარგმანი, ესე საქმენი და სიტყვანი ნუმცა ესრეთ ლიტონად აღმოიკითხვენ ჩვენ მიერ, საყუარელნო, არამედ გამოვწერნეთ ესე გონებათა შინა ჩვენთა, რაითა არღარასა და პოს გულისწყრომამან ადგილი ჩვენთანა. რამე თუ ვინ არს, რომელიმცა გულისხმა ყოფდა სერობასა მას დიდებულსა და მიმცემელსა მას, მჯდომარესა მაცხოვრისა თანა, და ვითარ უფალი იგი და მეუფეი ყოველთა სიმშვიდით და სიტკბოებით ეტყოდა, და არამცა ყოველივე რისხვაი და გულისწყრომაი აღმოფხურა გულისაგანთვის ისა. რამე თუ იხილეთ სიმშვიდით მეტყველება იმისი. ძეისამე კაცისაი წარვალსო, ვით არცა წერილ არს მისთვის. კვალად მოწაფეთაცა ნუგეშინის სცემს ამათ სიტყვათა მიერ, რაითა ცნან ვითარმედ არა უძლურებისაგან არს მისისა მიცემა იმისი, არამედ განგებულებასა აღასრულებს ნებსით, და მიმცემელსა მას ამხილებს, რაითა შეიგონოს და შეშინდეს.
ამისთვის თქვა, ხოლო ვაი არს კაცისა მის, რომლისა მიერზე კაცისა იმიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილიყო კაცი იგი. ყოველივე სიტყვა ის სახიერისა იმის სიმშვიდით არს და სიტკბოებით და არა რისხვით, არცა განცხადებულითა მხილებითა. ხოლო იხილეთ მისი იგი ურცხვინოთ სიტყვის გებაი, ვითარცა ესე რა გვაუწყებს მახარებელი. წახ არ ებაი, მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი და თქვა, ნუ უკვე მე ვარ მოძღვარ. რქვა მას იესო, შენს თქო 26-25. თარგმანი, ჰოი უგუნურება იგი და გულფიცხელობაი. იცოდა რა იგი ეგულებოდა ყოფად და კვალად იკითხვიდა, ნუ უკვე მე ვარო, ამისთვის მახარებელმანცა განკვირვებით თქვა სიტყვა ესე. მიუგო სახიერმან მან და ტკბილმან უფალმან და ხრქვა, შენს თქო. ჟამი იყო თქუმად ვითარმედ, ჰოი ბილწო და უშჯულო, არაც მიდაო და მწინკულევანო ესოდენთა ჟამთა იწურთი საქმესა მას უკეთურებისასა და წარხველ და განზრახვაი საეშმაკო იქმენ და ვეცხლი მოიწონე და აციკადრებ და იტყვი, ნუ უკვე მე ვარა? არარაი ესე ვითარი ხრქვა ტკბილმან მან მეუფემან, არამედ ესე ხოლო ვითარმედ, შენს თქო რაითა ყოვლით კერძო მოგუცეს ჩვენ სახე და წესი ძვირუხსენებლობისაი. იტყვიან ვიეთნიმე უგუნურნი, ვითარმედ, უკვე თუ წერილიყო და განგებულ რაითა ქრისტე ჯვარს ეცვას, რაისათვის საბრალობელ არს იუდა, რამე თუ სიტყვანი წერილთანი აღასრულნა. არამედ გულისხმა ყავთ, კაცნო უგულისხმოდ მეტყველნო, ვითარმედ იუდა რაი იგი ქმნა, არა თუ ამით გულის სიტყვით აქმნა, რაითა წერილნი აღასრულნეს. ნუ იყოფინ. არამედ თვისისა მის უკეთურებისაგან და გულის თქმისა მისთვის ვეცხლის მოყვარებისა. ხოლო უკვე თუ ვინმე არა გონებასა გამოეძიებდეს, არამედ საქმესა ოდენ ხედვიდეს, ეშმაკიცა სადმე უბრალო ყოს, რომელმან აღძრნა ჰურიანი ქრისტეს ზედა. არამედ არ ესრეთ არს. ნუ იყოფინ. რამე თუ ბევრეულისა სატანჯველისა ღირს არს ეშმაკიცა და იუდაცა. რამე თუ არა თუ ცხოვრება სოფლისა იმიცემითა იუდაისითა იქმნა, არამედ სახიერებითა ქრისტესითა, რომელმან იგი თვისითა სიბრძნითა უკეთურებანი სხვათანი ჩვენთვის უმჯობესად იხმარნა. კვალად იტყვიან ამაოისა მეძიებელნი იგი, ვინაითგან ჯერ იყო ჯვარცუმაი ქრისტესი, კაცისა მიერ ყოფად იყო საქმე იგი. აც უკვე თუმცა ყოველნი კეთილნი იყვნეს და არცამცა იუდა ქმნილიყო უკეთურ, არცა ჰურიანი, არამცა დაიხრწია ჩვენთვის აღსრულებული იგი განგებაი. ნუ იყოფინ. რამე თუ ყოვლად ბრძენმან მან იცოდა მრავალი ღონე ჩვენისა ცხოვრებისაი. დაღაცა თუმცა არავინ ქმნილიყო უკეთურ და წინააღმდგომ მისა, არავე დააკლდებოდა მას ღონე ცხოვრებისა ჩვენისაი. ამისთვისცა რაითა არავინ გონებდეს, თუ იუდა თანაშემწე და მსახურ განგებულებისა მის იქნა, ვაებასა მისცემს მას, ვაი არსო კაცისა მის, რომლისა მიერზე კაცისა იმიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილიყო კაცი იგი. კვალად იტყვიან უგულისხმონი, ვითარმედ, უკვე თუ უმჯობეს იყო, თუმცა არა შობილიყო, რაც შეუნდო შობად მისა, ანუ სხვათა ყოველთავე უკეთურთა? გულისხმა ყავთ, კაცნო, რამე თუ ღმერთმან ყოველნივე დაგუბადნა კეთილთა საქმეთა მოქმედად, ვითარცა წერილ არს ვითარმედ, ყოველნივე შექმნა მოძიებად ღმრთისა და მეძიებელთა მისთა ეპოების, რამე თუ არა შორს არს კაცად კაცადისაგან ჩვენისა. საქმე 17, 26, 27. აც უკვე მათ აბრალებდით, რომელნი დაიბადნეს მოქმედად კეთილისა და ნებსით თვისით შეიყვარეს ბოროტი, რომელთა არავინ აიძულებდა ბოროტის ყოფად, არამედ ნებსით თვისით გამოირჩიეს ბოროტი.
მათ აბრალებდით და ნუღმრთისა საქმეთა ჰმიზეზობთ და განკითხვათა მისთა გამოიკულევთ და იტყვით, თუ კეთილნიცა ოდენ კაცნი დაბადებულიყვნეს და ბოროტნიცა ყოვლადვე არა იყვნეს. რამე თუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა და კაცად ინებსით თვისით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა. აც უკვე გრქვა თქვენ სიტყვაი პავლე მოციქულისაი, ვითარმეთ, შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყვას თუ გებ ღმერთსა? რქვას მე აქმნულ მან შემოქმედსა, რა ისა ესრეთ შემქმენ, რომელთა მიმართ 9:20. რამე თუ ყოველნივე კეთილად ქმნა კეთილის მოქმედმან მან უფალმა. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნებსით თვისით იქმნეს უკეთურ. ვინაიდან უკვე იგინი ნებსით მიდრკეს ბოროტისა მიმართ, იქნა საქმე ესე უმეტესად გამომაჩინებელ სიკეთისა მის კეთილთა კაცთა ისა, რაითა უმეტესად საკვირველიყვნენ, ოდეს შორის უკეთურთა გამოჩნდნენ კეთილნი. და კვალად სიკეთე მათი უმეტესად მამხილებელ და დამსჯელ უკეთურთა ისა იქნების, რამე თუ ხედვიდეს სახესა კეთილისასა და არ ახბაძვიდეს. და ვითარცა იგი კეთილისა მოქმედნი ორ კერძო იდიდებიან, ერთად რომელ ქმნეს კეთილი და მეორედ რომელ ბოროტთა კაცთაგან არა იევნო, არცა მიემსგავსნეს მათ, ეგრეთვე ბოროტის მოქმედნი ორ კერძო დაისჯებიან, ერთად რომელ ქმნეს ბოროტი და მეორედ, რომელ კეთილისა მოქმედთა არ ახბაძვიდეს. ვითარცა იგი საწყალობელსა მას იუდას შეემთხვია, რომელი იგი შორის მოციქულთა იყო და მარადღეს სწავლე უფლისა ესმოდა და არ არაინება სარგებელი, არამედ ნებსით თვისით მისცა თავითვისი ეშმაკსა წარსაწმედელად. და მერმეღა ჰკითხვიდა, მოძღვარ, ნუ უკვე მე ვარო, ხო ის სიბრმე იგი გონებისა მისისაი. რამე თუ ესრეთ არს მარადის ვეცხლის მოყვარებაი და აბნელებს გონებასა კაცისასა და ძაღლისა ულირბეს ყოფს, ვითარცა იგი იუდას უყო, რომელმან იგი ეშმაკი შეიყვარა და უფლისათვის ისა განცემა იზრახა. ხოლო ვითარ არს ესე, რომელმათე და ლუკა ესრეთ იტყვიან, ვითარმეთ, შეუხდა ეშმაკი იუდას და მივიდა ეზრახა მღვდელთ მოძღვართა მიცემისათვის უფლისა. ლუკა 22:3-4, ხოლო იოანე ეგრეთ იტყვის, ვითარმეთ, ოდეს იგი მიიღო პური, მაშინ შევიდა მისა ეშმაკი. იოანე 13:27, გარნა არ არას წინა აღუდგების ამას ადგილსა იოანე სხვათა მათ მახარებელთა, რამე თუ იგიცა ზემორე იტყვის, და ვითარცა სერობა იგი იყო და ეშმაკი შესრულიყო გულსა იუდაისსა, რაითა განსცეს იგი. იოანე 13:2 ვითარ უკვე ქვემო იტყვის, ვითარმეთ, შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი. 5. ესე ამისთვის, რამე თუ არა ერთგზის შევიდა მისა ეშმაკი. არამედ პირველად მოუხდა და აზრახა ზრახვა იგი ბოროტი. იხილა რაი ვითარმედ მორჩილ არს მისა, ოდეს პური იგი იკადრა ზაკუით წარმდებებით მიღებად, მაშინ ყოვლითურთ ძალითა უკეთურებისათვის ისაითა შევიდა მისა და დაემკვიდრა უბადროქსა მასთანა. და კვალად ესე ვითარ წერილ არს ვითარმედ, ინახით ჭდა იესო 12-თა მათთანა, მათე 26:20, რამე თუ არა იყო ძველსა შინაწესი ქვედა ჯდომით ჭამად პასექისა. ესრეთ უკვე ვიტყვი, ვითარმეთ, ჭამეს პასექი იგი წესისა ებრშჯულისა და აღასრულა იგი და მერმე დასხდეს და იწყო სიტყვად მათა უფალმა. ვითარცა ლუკა იტყვის, ვითარმეთ, რქვა მათ, გული სიტყვით გული მithქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქვენთანა. ლუკა 22:15. რამე თუ მაშინ იქმოდა ცხოვრებასა სოფლისასა, მაშინ მისცემდა საიდუმლოთა, მაშინ დახსნიდა სიკვდილსა ჯვარითა. ამისთვის იტყვის, ვითარმეთ საწადილიყო მისდა პასექი იგი მის წელიწადისაი. არამედ ესე ყოველი აღესრულებოდა წინა შეუბადრუკისა იუდაისა. და მან არა შეიგონა, არცა ვაებისა მისგან შეიკდიმა,
არც სახიერებისა მისგან უფლისა შეირცხვინა. ხოლო უფალი ყოველსავე და სულგრძელი იყო და ძვირუხსენებელ. დიდება ისახიერებასა მისცა. სწავლა იპა ძვირუხსენებლობისათვის. დააც ჩვენცა, ძმანო, გულისხმოვხოთ გამოუთქმელი იგი სახიერებაი და ძვირუხსენებლობაი უფლისაი და ძალისაებრ ჩვენისა ვბაძვიდეთ სახეს ამას მის მიერ მოცემულსა. Რაღაცა თუ ვერ უძლოთ მტერთათვის სიკვდილისა თავსდებათ, ვით არ იგი მანყო, არამედ ნუ ვემტერებით, ნუ ვეშურებით ურთიერთას, ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ. არა ცუდად წერილ არიან საქმენი უფლისა ჩვენისანი, არამედ რაითა გუესმოდის და ვბაძვიდეთ, რაოდენცა ძალგვედვას. იხილეთ, რაოდენი სახიერებაია ჩვენა არა იუდასოდენ, არამედ ჰურიათაცა. განვიდეს რაი შეპყრობად მისას, სიტკბოებით ეტყო და მე ვარო იოანე 18:5 და ყური მონისა იმის განკურნა და ქვედაცემულნი იგი აღადგინა და მღვდელთ მოძღვარს ამას და პილატეს და სხვათა ყოველთა სიმშვიდით ეტყოდა. ხოლო ჯვარსა რაი დამოჰკიდეს საკვირველებანი დიდნი ქმნა, რაითა მცაჰრწმენა მათ, მზე დააბნელა, კლდენი განაბნა, კრეცაბმელი იგი განკვეთა, კუდარნი აღადგინა. და ოდეს იგი წინაშე მღვდელთ მოძღვართა მათ. წარდგა და წინაშე პილატესა გამოუთქმელი აჩვენა სიმშვიდე, რომელი იგი კმა იყო უმეტეს სასწაულთასა მოდრეკად გულთა მათთა. და კვალა ჯვარსა ზედა იტყოდა, მიუტევე მათ, მამაო, ცოდვაი ესე, რამე თუ არა იციან, რასა იქმან. ლუკა 23:34 და აღდგა რა იმ კუდრეთით, კვალაცა მოუწოდა ჰურიათა მოქცევა და მოციქულთა უბრძანა ქადაგებად მათ და რომელნიცა მოიქცეს სასუფეველი ცათაი აღუთქვა და რომელთა იგი ჯვარს აცვეს, მრავალნი მათგან იყვნა შვილღმრთისა. რაიმცა იყო ამისა უსაკვირველეს, რაიმცა იყო ამის სახიერებისა უმეტეს. აც უკვე რომელთა ესე ყოველი გუესმის შევიკდიმოთ და გულისხმოვხოთ, თუ რა იზომ შორს ვართ გზისა მისგან, რომელსა იგი ვიდოდა. მან თავად მან გვიბრძანა, ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. მათე 11:29 ხოლო ჩვენ ესე ზომუცხო ვართ საქმეთაგან მისთა, ვით არმცა ყოვლადვე არა გვასმიოდა. არამედ ვემტერებით და ძვირსა ვიხსენებთ ძმათა მიმართ ჩვენთა, რომელთათვის ქრისტემან სიკვდილი თავს იდვა. ნუ უკვე ძვირუხსენებლობასაცა წარგება ისაფასეთა იუხმსა, ვით არ იგი მოწყალებისათვის ვიტყვით? ნუ იყოფინ. ესე სათნოება ისრულიად უშრომელ არს და ადვილ. გულისხმაყავ, კაცო, რაოდენისა ბრალისა თანამდებ ხარ შენ და არა ხოლო თუ სიმძიმედ გიჩნდეს მიტევება იბრალთა მათ მოყუსისათა, არამედ უფრო ისად მიისწრაფო შევრდომად მისდა, რაითა გექმნას ესე მიზეზ ცოდვათა შენთა შენდობისა. არა გასმიესა ვით არმედ წარმართთაცა რომელთაცა არა იაქვს სასოება იმერმისაი, მრავალგზის იღუაწეს წარმართება ძვირუხსენებლობისა. და შენ, რომელი მოელი სასოებასა საუკუნესა, უდებ ხარ ამას ზედა და ჰკელობ, და რომელსა იქმს სიგრძე ჟამისაი, არა მოსწრაფე ხარ აქმნად მცნებისათვის ღმრთისა, არამედ უმადლოდ მოელი და ცხრომად გულის წყრომასა შენსა და არა ღმრთისათვის. უკვე თუ გაგინა ანუ ძვირი გიზრახა ძმამან, მოიხსენე, უკვე თუ სადმე კეთილი ექმნას შენთანა, მოიხსენე შენიცა რაოდენთა და ძვირი გიქმნიეს, რაოდენთა და ძვირი გიზრახავს და გულისხმაყავ, ვით არმედ უკვე თუ შენ არა შეუნდო ძმასა შენსა, არცა შენ შეგენდვნენ ცთომანი იგი და ბრალნი შენი. გნებავსა ცნობად, თუ რა იზომ ბოროტ არს ძვირის ხსენებაი, და რა იზომ კეთილ არს ძვირუხსენებლობაი. ისმინე რასა იტყვის, უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან.
უკვე თუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი. მათე 6:14-15 ისმინე კვალადი გავიცა იგი, რომელსაც თანაედვა ბევრი შანთი და მიუტევა მეუფემან, ხოლო მანთვის ითამით უგუნურებით არა ინება მოყუსისა და სულგრძელ ყოფად. ამისთვის განაახლა თავსაზე და თვის არის სხვა იგი მეუფისაი. მათე 18:23-24 რამე თუ ესეცა საცნაურ არს ვითარმედ უკვე თუ ის მეჰრის ხვიდეს ღმერთი და მოაწიოს მისზე და სატანჯველი რაიმე ამასვე სოფელსა, უკვე თუ ვინმე მოხარულიყოს საქმესა მასზე და განურისხდების, რაღაცა თუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიხმს სიხარული ამასზე და ვითარცა იტყვის წინა ის წარმეტყველი, ვაი მათ და რამე თუ არა ელმოდა შემოსრულება იგი იოსებისი, შეადარე ამოს 6:6 ესე იგი არს, ტომთა მათ მისთაი, რამე თუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესე ვითართა იცახნებავს, რაითა გვეწყალოდინ ჩვენ და მათ თანა გველმოდის. აც უკვე თუ მათი არა ჯერ არს ზედადართვაი, რომელთა ღმერთის ტანჯვიდეს, არამედ უფრო ისად წყალობაი, რავდენ უფრო ისად მათი ჯერ არს წყალობით შენდობაი, რომელთა ჩვენ შეგუცოდონ. რამე თუ ესე არს სასწაული სიყვარულისაი, მიტევებაი ბრალთა მოყუსისათა. რამე თუ ვითარცა ღებილი იგი არს ყოველთა უპატიოსნეს, რომლითა პორფირი მეფისაი შეიმზადების და იქსოების, ეგრეთვე სათნოებანი იგინი არიან პატიოსან, რომელნი სიყვარულსა განამტკიცებდნენ. ხოლო არ არა ის ხვაი შემძლებელ არს ესრეთ განმტკიცებად და დაცვად სიყვარულისა, ვითარ არ ახსენებაი შეცოდებისა მოყვასთა ისა. არა თუ ორისავე კერძისაი, არა იზრუნა ღმერთმა. იზრუნა. რამე თუ შემაწუხებელსაცა უბრძანა ვითარმედ, უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაი შენი გულძვირ, რაიმე არს შენ და დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას. მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. მათე 5:23-24 ესე უბრძანა შემაწუხებელსა. გარნა შენ, რომელი ეგე შეწუხებულ ხარ, ნუ მოელი შემაწუხებელისა მის მოსვლად შენ და უკვე თუ არა წარგიწყმედი ეს სასკიდელი შენი, არამედ შენ უსწრე დაგებად და მიუტევე შეცოდებაი იგი. ხოლო უკვე თუ იგი მოვიდეს და გევედრებოდის შენდობად, მან მიიტაცა გვირგვინი და შენ ცარიელი დაშთები უდებებითა შენითა. რასა იტყვი, კაცო, მტერი გივისა? და არა გრცხვენის კაცისა მტერ წოდებად? არა კმა არსა მტერად ეშმაკი, რომელ ძმათა ჩვენთა მტერობასა დავირთავთ. თუმცა არცა მას მოეპოა ჩვენ და მომართ მტერობაი, თუმცა არცა იგი ეშმაკ ქმნილიყო. აც უკვე მისი მტერობა კმა არს. მას ვემტერებოდით, მას ვბრძოდით და ნუ ურთიერთას დავიჭამებით, ვითარცა ნაუღელცემულნი. არაი არს უძვირეს და უმწარეს მტერობისა, არცა არს რაი უტკბილეს და უსაწადელეს სიყვარულისა. ისმინე წერილისაიცა რასა იტყვის, გზანი ძვირის მოხსენეთანი სიკვდილთ, ერთი კაცი კაცისთვის იმარხავ ძვირსა და ღმრთისა მიერ ეძიებ წყალობასა. ვითარმცა ეგებოდა ესე, ზირაქი 28:3 ესე სიტყვაი ჭეშმარიტ არს. რა დახსენებ, კაცო, ძვირსა ძმისათვის? უკვე თუ შიში და სიყვარული ღმრთისაი გაქონდეს, ძვირსა ვერვინ გაჩვენებს, რამე თუ კაცი ღმრთის მოყვარე არა შეჰრაცხავს ყოველდღე ძვირსა მოყუსისასა. უკვე თუ ვინმე უკერთურმან დააჭიროს საფასე, ვითარმცა შეწუხნა იგი, რომელსა არარად შეურაცხიან საფასენი.
უკვე თუ მეუღლეცა და შვილი მოუკლნეს, ვითარმცა იხსენა ძვირი, რომელსა უსწავიეს არა შეწუხება ის შესვენებულთათვის სასოებითა მით აღდგომისაითა? უკვე თუ აგინოს და შეურაცხყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმეთ საწუთრო ესე ვითარცა ყვავილი თივისაი, შეადარე ესაია 40:6, ფსალმუნი 102:15, შერაცხილ არს. უკვე თუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმეთ, რაღაცა თუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების. მეორე კორინთელთა მიმართ 4:16 და ვითარმეთ, ჭირმან გამოცდილება იქმნის. შეადარე რომაელთა მიმართ 5:3-4. ხედავა ვითარსა საზომსა მიაწევს ღვთისმოყვარესა მას მოთმინებაი. განაახლებს და განანათლებს. ამისთვის გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩვენთა ძვირის ხსენებითა, რამე თუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქნების, არამედ უკეთურებისაგან ჩვენისა და უძლურებისა. აც უკვე, ძმანო, გინა თუ გვაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩვენი, გინა თუ სხვაი რაიმე ძვირი შეგვამთხვიოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფრო ისადმისთვის ვცრემლოდით, რომელ სულსათვის საავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაითა ჩვენცა ვპოვოთ შენდობა იცოდვათა იღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.